დამაყადაღეს მომთხნას კარგი სტრაგი. სუფლიორიც ვერ ვიყიდეთ შესაბამისად. ხო, შემდეგ რა მოდის? დამაყადაღეს მილიარდერის მონა მილიონერებმა და გამიყინეს ბანკის ანგარიშზე დატოვებული სესხის გადასახდელი 1500 ლარი და ჩემთვის სახარჯო დატოვებული 221 ლარი და 75 თეთრი. როგორც გავარკვიე შემდეგ საპატრულოში, სამჯერ გადამიკეტავს გზა აგვისტოში, სექტემბერში და ოქტომბერში. მან მოცალეობის ჟამს, თუ casual რა, თვეში ერთხელ მივდიოდი, ვკეტავდი და მოვდიოდი. და არავინ არ გამაფრთხილა, რომ ჯანმრთელობები მქონდა და დამაყადაღეს. ქართულად, კაცურად, მუჟიკურად, ადამიანურად, ქართულ ოცნებურად რა, ჩუმად, წიომნად. არაბოზურად, გესმით? სანამ შემდეგ ნიუსზე გადავალ, ვიტყვი რომ მეორე კამერა დღეს არ გვაქვს და გვიყადაღეს. დღეს მარტო აქეთ ვიქნები ხოლმე. აქედან გამომხედა და საჭმელი არ გადაგცდეს. ხო და ეხლა ბანკი დამირეკავს ხვალზე და მეტყვის რომ როდესაც 3 წელი ხდით ამ სესხსო, ეხლა რა მოგივიდა თუ რა მოხდაოთ. მე ვეტყვი რომ მაგ სესხს ვიხდიდი, როცა ეროვნული ინტერესების გამტარი პატრიოტი, ჩამოყალიბებული ქართველი კაცი ვიყავით ხო და ეხლა კაცო კი ქვეყნის გამყიდველი და ხელფასებული ვართ ხო და ჩემი ბინძური ფულით თქვენ სესხს ვერ გადავიხდი, ვერ დავაბინძურებ თქვენ საბანკო სისტემას ჩემი დიპსტეიტური ფულებით. ჩვენი არგუმენტია, მიჩივლე სადაც გინდა. ოღონდ აქ არ მიჩივლო, აქ დამენძრევა. სხვა ქვეყანაში რა სადმე BBC-ში მიჩვლეთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი თუ შეიძლება, გააქტიურეთ ზარიზღილაკი სკოლის ფლეშბეკებისთვის, დაგვიწერეთ კომენტარები აუცილებლად მინიმუმ იმის გასაგებად, წერა კითხვა ხო არ დაგვავიწყდა. კომენტარში გამოიყენეთ აუცილებლად მინიმუმ 2 ირიბი დამატება და 2 შორისდებული. ვერანაირი არგუმენტი ვერ მოვისმინე თქვენგან რომ არ დამიკომენტაროთ.